პაპაშვილი 10 წლის. სწავლობს სკოლა რომში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, საჭმელების გაკეთება და ასე მაკიაჟების გაკეთება. მეტად მეყვარს უფრო ცეკვა. ბავშვობიდან მინდოდა ცეკვაზე შესვლა. ახლოს იყო ანსამბლის სუხიშვილები და 3 წელია რაც დავდივარ უკვე. მახსოვს პირველ დღეს სუხიშვილებში მივედი, ერთი ბავშვი, ბევრი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ერთი ბავშვი გავიცანი და მე მეორე დრო მივედი მეორე გაკვეთილზე, რაღაც მოსწავლემა დაგვავალა, რომ მარჯვენა ფეხზე გაიკეთეთ წითელი, ან რამე რეზინა, ან სამკაულია და მაგ ბავშვმა მომიტანა ძალიან ლამაზი სამკაული და ფეხზე გავიკეთე ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ მე პატარა ეხა ჩემთვის ძალიან უკვე. ჩემი ქორეოგრაფია ეკატერინე ვაჩეიშვილი. ის არის ძალიან მეგობრული, მხიარული და ასევე ცოტა მკაცრიც. თავიდან ყველაზე რთული იყო ვარჯიშ აიძელებთ რომ გახარდა, ხოლმე გავარჯიშ და ეგრე ვერ დაიწყო ცეკვას და ანუ დამახსოვრება იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ადრე არ დავდიოდი ეხა და ცოტა რთული იყო დამახსოვრება. მანამდე სკოლა ლომიში ტანვარჯიშზე დავდიოდი და შოთა მასწავლებელმა მითხრა, რომ ძალიან კარგად იცეკვებ შენო და მე мотивация მომეცა, რომ მეც კარგად ვიცეკვებდი. ერთი თვე რომ დავდიოდი, ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებდი ისე მარტივად, მაგრამ მე უკვე წლები რო გავიდა, უკვე ძალიან მარტივად ვიმახსოვრებ. ჯერ კონცერტი არასდროს არ მქონია, მეოთხე კურსი დაიწყება და მე ვაპირებ, რომ 5 წელი ვისწავლო ცეკვა ანსამბლში. ჩემს პირველ კონცერტს ვისურვებდი თურქეთში. გაზაფხულზე ძალიან ლამაზია და ყოველებში ძალიან ლამაზი გამოვიდა. მე ბევრი საყვარელი ცეკვა მაქვს უბრალოდ ერთ საწოლს ვიტყვი, არის აჭარული. და ძალიან ლამაზი მოძრაობებია და ის სახში მეცადინეობ, რასაც არ ვაკეთებ შეიძლება. უბრალოდ ვლაპარაკობდი და რაღაც ფეხით ან ხელით რაღაც მოძრაობას უბრალოდ ვაკეთებდი. ან საერთოდ სხვა მუსიკაა ჩართული და მის სხვა ცეკვას ვცეკვავ. ჩემი საყვარელი ილეთია აჭარულში ეს 1, 2, 3 ბზრიალებ და ეგ ძალიან ლამაზია. სხვადასხვა დაბადების დღეზე, ანუ ერთი ცეკვა გაქვს კლას დადგმული რა, აჭარული და უცბად მე რაჭული ებმევა და გვაქვს დადგმული და მაგას ვცეკვავთ ხოლმე დაბადების დღეზე კლასელებთან რომ მივდივართ. მაგრამ ისე ნათესავებში ვცეკვავ ხოლმე. მარტო მე დავდივარ ნათესავებში ცეკვაზე. ჩემი გეგმაა რომ კიდევ 2 წელი ვისწავლო სუხიშვილებში. იმიტომ რომ მე უკვე ანსამბლში ისეთ ანსამბლში გადავიხარო, ძალიან რთული ცეკვებია. ანუ მე შემიძლია ეგეთი რაღაცები ცეკვა, უბრალოდ უფრო სცენები და რაღაცებია და მე ეგეთი რაღაცების აი ძალიან ნერვიულობ ხოლმე რა, აი გამოცდაზეც რო შევდივარ, იმედი მაქვს რომ ჩავიჭრები, მაგრამ გამოვდივარ 10-იანებით. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს. ასევე დღის ნაწილს დიდ ნაწილს უფრო სკოლაში ვატარებ, ვიდრე სახლში ოჯახთან ერთად. მე ასევე დავდივარ გახარნაძლებულში, სადაც ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს. ასევე 2 მათემატიკის მასწავლებელი მყავს გახარნაძლებულში და დამრიგებელი. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ასევე კლასელები, კლასი ერთად დავდივართ ექსკურსიაზე წელს. კოკაკოლის ქარხანაშიც ვიყავით წასულები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული ბავშვი არის ლაზარე უნგიაძე. ყველაზე ჭკვიანი არის, ბევრი ჭკვიანი კლასელები მყავს, მაგრამ დავასახელებ ერთ ცალს, დემეტრე ფხაკაძეს. ყველაზე მშვიდი კლასელი მყავს, მარიამ რაზმაძე. ყველაზე ცელქია ლაზარე ნინიაშვილი. მე ვარ ყველაზე პრანჭია. იმიტომ რომ სუგლოსები და რაღაცები დამაქვს კლასში. კიდევ ვარ კეთილი, მეგობრული, საინტერესო და მიანი, ჩემთან არავინ მოიწყენს. უბრალოდ ანუ ჩემი კლასელები რო იცინიან ხოლმე, მეც მან რაღაცნაირად ცოტა ცანცარა ვხდები და მეც ვიცინი ვარ ხოლმე. რაც შეეხება გაბრანჭვას და მაკიაჟს, დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი, რომ შემიყვარდა. და ეს მე შემიყვარდა, დედას თუ მიშლის უბრალოდ მარტო ძალიან ცოტას ვისვამ, თორე გატენილი მაქვს სახლი ჩემი მაკიაჟებით, უბრალოდ
ხან მარტო ტუშვის, ხან მარტო გლოს, ანუ ეს გადატენილი არ მაქვს სახე მაკიაჟით. მაქვს ძალიან კარგი გემოვნება და სხვასაც შემიძლია კარგი მაკიაჟი გავუკეთო. ჩემი საყვარელი საგანია ქართული, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს. საყვარელი მასწავლებელია თეა ქრივიშვილი, იმიტომ რომ ჩემი დამრიგებელია და მთელი 4 წელია რაც მასწავლის. კიდე იმიტომ რომ ჩვენთან ერთად ხან ტყეში დადის, ხან ერთხელ ვიყავით წასულები, აი რაღაც ამინდის პროგნოზის იმაში ვიყავით წასულები, დავათვალიერეთ. მოკლედ სადღაც დავდივართ, ექსკურსიები გინდათ უბრალოდ კლასიდან გასვლა და ისე დათვალიერება ძალიან ბევრ ადგილას ვყავთ ნამყოფები. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ან ექიმი, იმიტომ რომ დედამ ყავს ექთანი, ან მინდა გამოვიდე ავეჯის დიზაინერი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცების სახლის მოწყობა და დალაგება. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ 18 წლისას სკოლას ვამთავრებ, თან 18 წლის ოქროს დაბადების დღე მაქვს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ჩემი ტყუპის ცალი. იმიტომ რომ ერთად ძალიან გავერთობით. ჩემი ძმა ახლა დიდია და მაგასთან ერთად ვერ ვერთობი და ჩვენ ერთად დავწერთ დავალებებს და უფრო გავერთობთ. ჩემი ძმა არის 19 წლის და ქვია ნიკა. ეს სკოლა დაამთავრა და სხვათა შორის ამ სკოლამ ძალიან დიდი სურპრიზი გაუკეთა. გაუშვა ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ძმა. MMA-ში გახდა ევროპის ჩემპიონი და ახლა კიდე მსოფლიოზე უნდა გავიდეს. ძალიან კარგი ბიჭია, მე ამაყება და მიყვარს. მამიყვარის სიმპათიური, ჭკვიანი, მხიარული, ასევე რომ მივდივარ ხოლმე სახლში, ნერვებს ვუშლი ხოლმე და ერთი სული მაქვს მისი ოთახიდან გამოვიდე ხოლმე. ჩემი ჰობია მამიკოს საყვარლად ნერვების მოშლა. დიდი კვარი, მზრუნველი, ლამაზი და ჩემნაირი. ძალიან უყვარს დედას ლამაზი ადგილების დათვალიერება და ერთად დავდივართ ყოველთვის. მოკლედ რომ თქვა, ბედნიერება ისეთ ოჯახში ცხოვრება, როგორშიც მე ვცხოვრობ. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში დავეხმარებოდი ხალხს. მერე ვიმოგზაურებდი ყველგან და ასევე მთელ საქართველოში გადავიღებდი ვიდეოებს და უცხოელებს შევაყვარებდი ამ ვიდეოებს და საქართველოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, პატარა ერთ ადამიანიან მანქანას ვიყიდიდი, გავაჩენდი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 22 საუკუნის თურქეთში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი ძმა ნიკოლოზ პაპაშვილი. შეიძლება ჯერ არ არის, მაგრამ მალე გახდება. ბედნიერება არის კარგი მეგობრები და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.